მშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურენაზე თარგმანი. ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ, რომელიც ყველაზე დიდი ღირებულებაა ნებისმიერ საზოგადოებაში. და ვსაუბრობთ ადამიანის ორგანიზმზე, რომლის ჯანმრთელობა ერთ-ერთი კომპონენტია, თუმცა არა ერთადერთი იმისათვის, რომ ადამიანის კეთილდღეობა დავინახოთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენი ჯანმრთელობა არის სრული ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა, ეს კი მას ნიშნავს, რომ ჩვენი სხეულის ჯანმრთელობას საერთო ჯანმრთელობაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. განსაკუთრებით საყურადღებოა სხეულზე საუბარი მაშინ, როდესაც წარმოვიდგენთ, რომ ჩვენ სხეულს ყველაზე დიდი ორგანო ფარავს და ეს გახლავთ კანი. კანი, რომელიც არის ზღუდე ჩვენსა და გარემოს შორის, კანი, რომელიც არის მთავარი მიმღები პირველი ინფორმაციისა გარემოდან და ეს არის სწორედ ის სისტემა, ის ორგანო, რომელიც ყველაზე კარგად აირეკლავს გარემოს ვითარებას და ჩვენი ორგანიზმის მდგომარეობას. რამდენად მნიშვნელოვანია კანის ცვლილება, კანის მდგომარეობის ცვლილება. ჩვენ ამაზე ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, როდესაც ამა თუ იმ დაავადებაზე გვაქვს გადაცემა დაგეგმილი, მაგრამ დღეს ჩვენ ტრადიციული შეხვედრების ციკლს ვაგრძელებთ, თუ რატომ ამას გავარკვევთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმართან და ჩვენი გადაცემის მეგობართან ერთად, რომელიც გახლავთ საქართველოს ვიტილიგოს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, დერმატოვენეროლოგი პროფესორი ქალბატონი ნინო ცისკარიშვილი. ნინკო, დილამშვიდობისა, მოგბრძანდით. დილამშვიდობისა, ქალბატონ მარი. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ტრადიციული შეხვედრების ციკლს, რომელიც ეძღვნება ვიტილიგოს საერთაშორისო დღეს და წლების მანძილზე ეს ტრადიცია არ დაგვირღვევია უფროსი ქალბატონი ნინო ცისკარიშვილის დამსახურებით, რომელიც გახლავთ ამ ასოციაციის პრეზიდენტი და შემდგომ თქვენთან ერთად ვაგრძელებთ ამ ტრადიციას. არა უბრალოდ იმიტომ, რომ მხოლოდ ვიტილიგოზე ვისაუბროთ, არამედ კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, რამდენად მნიშვნელოვანია კანის ვიზუალური შეფასება, თუნდაც სისტემატურად იმისთვის, რომ აღმოვაჩინოთ პრობლემები ბევრად უფრო ადვილად, ვიდრე სხვა სისტემების და ორგანოების შემთხვევაში გავაკეთებთ. მაგრამ ლაქებიანი კანი არ აქვს მნიშვნელობა, ეს უშუალოდ ვიტილიგოს უკავშირდება თუ რაიმე სხვა პრობლემას, არის ერთ-ერთი ყველაზე საჭიროებო საკითხი, რომელიც ადამიანები სწორედ ესთეტიკის ჭრილში აღიქვამენ ხოლმე და ეს თქვენთვის ძალიან ნაცნობი მიდგომაა, როდესაც კანის პრობლემებს პირველ რიგში ესთეტიკურად აღიქვამენ და მერე უკვე როგორც სამედიცინო სირთულეს. გეთანხმებით, ქალბატონ მარი, ზოგადად უკვე თქვენ სწორად ახსენეთ, რომ ესთეტიკის კუთხით ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა და დღესდღეობით უკვე ვიტილიგო წარმოადგენს ფსიქოდერმატოლოგიურ პრობლემას. ანუ ამ შემთხვევაში ეს არ არის უბრალოდ მხოლოდ კანის პრობლემა, ეს არის პრობლემა, რომელიც მენტალურ ჯანმრთელობაზე მოქმედებს პაციენტის და ამიტომაც როცა პაციენტი მოდის, ჩვენ არ მხოლოდ კანს ვათვალიერებთ, არამედ ვაკვირდებით მის ფსიქოემოციურ მდგომარეობას. დერმატოლოგიაში გამოიყენება ასეთი კითხვარი დერმატოლოგიური ცხოვრების ხარისხის გამსაზღვრელი კითხვარი და დადგინდა, რომ ასეთ პაციენტებს, ვისაც აქვს ვიტილიგოს სხვადასხვა გამოვლინება, სამწუხაროდ აქვთ ძალიან მძიმე ფსიქოემოციური მდგომარეობა და რიგ შემთხვევებში მათ აქვთ ასევე სუიციდალური ფიქრებიც კი, იმიტომ რომ ეს ლაქები თუ კი განლაგებული არის ვიზუალურად მიუღებელ ადგილას, ანუ ეს არის სახე, ანუ ის რომელიც თვალსაჩინო ადგილებში, ხო, ეს არის სახე, ხელები, იწვევს მათ სტიგმატიზაციას და პაციენტის რაღაცნაირად იზოლაციას და ასე ვთქვათ, განრიყვას გარემოდან და ამიტომაც ეს ახდენ ძალიან ცუდ გავლენას მათ ცხოვრების ხარისხზე. ამიტომაც თუ ადრე ეს იყო მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა და ძალიან მარტივად აღიქმებოდა, დღესდღეობით უკვე აღიარა ყველა დერმატოლოგმა და მთელმა მსოფლიომ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოდერმატოლოგიური დაავადება. როდესაც მე ვახსენე ლაქებიანი კანი და ვახსენე, რომ ეს მარტო ვიტილიგოს არ უკავშირდება, ნებისმიერი საბაბით, როდესაც კანი არ არის თანაბარი, არის რაღაც მიზეზით კანის სიჭრელე და როდესაც ეს ადამიანს აღელვებს ესთეტიკურად, ჩვენ ამაზე წლების მანძილზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ საზოგადოებას უთხრათ, რა პრობლემა შეიძლება იმალებოდეს ამის მიღმა, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვაქვს იმედი ჩვენი საუბრებით, რომ საზოგადოების დამოკიდებულებაც შეიცვლება. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ისტორია გაუზიარეთ საზოგადოებას. ცნობილი მოდელების ისტორია, რომელთა განსხვავებულმა გარეგნობამ მათ განსხვავებული ადგილი მიანიჭა, თუნდაც მოდის ინდუსტრიაში, ესთეტიკის ინდუსტრიაში, არ აღმოჩნდა საკმარისი სტიგმის დასაძლევად. ეს ტენდენცია თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე კიდევ უფრო
და აღსაქმელია კრიტიკულად პროფესიონალების მხრიდან. საქართველოში როგორ არის ამ ხრივ სიტუაცია? ისევ ისია სტიგმასთან დამოკიდებულება და რამდენად ძიმედ აღიქვამენ პაციენტები თვითონ საკუთარ მდგომარეობას და საზოგადოების მხრიდან დამოკიდებულებას? ბუნებრივია დაავადება თვითონ ვიტილიგო ვითარდება ერთნაირად ორივე სქესის წარმომადგენლებში. თუმცა ქალების მხრიდან უფრო მძიმედ გადაიტანება ეს დაავადება ფსიქოლოგიურად ვიდრე მამაკაცების მხრიდან. ასევე თვითონ მოტივაცია მკურნალობის დაწყების უფრო ხშირად არის მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში. ძალიან ხშირად გვყავს მამაკაცი პაციენტები, რომლებსაც არანაირი პრობლემა არ აქვთ ამ დაავადებასთან მიმართებაში და სულაც არ აპირებენ მკურნალობის დაწყებას. ესეთი პაციენტებიც არიან. თუმცა თუ კი საქმე ეხება ქალბატონს, რომელსაც აქვს თუნდაც სახეზე აღნიშნული პრობლემა, ის ბუნებრივია უმალ მიმართავს დერმატოლოგს და იწყებს ძიებას იმ შესაძლო ალტერნატივის, რაც მისცემს მას საშუალებას, რომ ეს ლაქები გააქროს. ხანდახან არის შემთხვევები, როდესაც პაციენტს აქვს ძალიან მინიმალურად გამოხატული ლაქები, თუმცა აი დისმორფიის მოვლა, ან როცა პაციენტი გაუკუღმართებლად აღიქვავს თავის პრობლემას, გაზვიადებლად აღიქვავს პრობლემას, დიდ სირთულეს ქმნის, იმიტომ რომ პაციენტი ძალიან განიცდის ეს მეორე მხრივ მის სტრესს უფრო ამძვინვარებს და აძლიერებს და მოგეხსენებათ, რომ სტრესი ერთ-ერთი ფაქტორია ვიტილიგოს განვითარების და უმეტეს შემთხვევაში ზუსტად სტრესი არის წინაპირობა აღნიშნული პრობლემის განვითარების და აი ეს სტრესი, გამოდებული სტრესი, რომ მას სახეზე აქვს თეთრი ლაქა, მას სახეზე რაღაც არ აქვს ისე როგორც აქვს სხვას, იწვევს დაავადების უფრო გაღრმავებას და გაუარესებას. გარდა ამისა, ბუნებრივია მიუხედავად იმისა, რომ უკვე მრავალი წელია ტარდება ვიტილიგოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით უფასო კვირეული პაციენტებს ეძლებათ მაქსიმალური ინფორმაცია და ზოგადად ყველა დერმატოლოგი ცდილობს რომ მიაწოდოს მაქსიმალური ინფორმაცია, მაინც საზოგადოების მხრიდან ჯერ არ არის ის მზაობა, რომ აღიაროს ეს ადამიანი, რომ ეს არის უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანი, უბრალოდ თეთრი ლაქების არსებობით სახეზე ან სხვა მიდამოში და შესაბამისად რიგ შემთხვევებში საზოგადოება ძალიან მწვავედ აღიქვავს მის პრობლემას და შესაბამისად პაციენტის მდგომარეობა უფრო ღრმავდება და მძიმდება. როდესაც ჩვენ ხვდებით ხოლმე სისტემატურად ერთმანეთს, ჩვენ საზოგადოებას უზიარებთ რა აქვს ახალი სათქმელი მტკიცებით მედიცინას, რა გვაქვს ახალი ამ პრობლემის მართვასთან დაკავშირებით და ყველა ის ადამიანი, ვისაც ეს პრობლემა აქვს, ყველა ის ოჯახი, სადაც ამგვარი პრობლემის მქონე ადამიანია, ყველაზე მეტად სწორედ ამ ინფორმაციას ელოდება პროფესიონალებისგან. რა შეგვიძლია ახალი გავუზიაროთ, იმიტომ რომ უამრავ მეთოდზე იყო ყოველთვის საუბარი და იცვლება თუ არა წლიდან წლამდე, კი არა ბოლო წლებში თქვათ იგივე ფოტოთერაპიას და მრავალ სხვა მეთოდთან ერთად ქირურგიულ მკურნალობაზეც კი იყო ლაპარაკი. როგორია ამ ხრივ ტენდენცია და სურათი? დღესდღეობით ჯერ კიდევ ისევ აქტუალური არის მკურნალობის მეთოდები, რომელიც გულისხმობს ჯერ ადგილობრივ თერაპიას, ანუ ეს არის სტეროიდების გამოყენება. ან თვითონ ფორმას გააჩნია ვიტილიგოსი, მოდით ამაზეც ვისაუბროთ, ანუ გააჩნია როგორი ტიპის ვიტილიგოა, რომელ ასაკში ვითარდება, როგორი კანის ტიპია, ანუ ვიტილიგოს მკურნალობა ყოველს პერსონალიზებულია, ანუ ინდივიდუალიზებულია და ყველა პაციენტს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა. არ არსებობს რაღაც უნივერსალური სქემა, რომელიც ყველას მოერგება. შესაბამისად, დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით, თანმხლები პათოლოგიების გათვალისწინებით ინიშნება მკურნალობა. ქვაკუთხედი მაინც ვიტილიგოს მკურნალობაში ეს არის თავიდან ბუნებრივია ტოპიკური, ანუ ადგილობრივი სტეროიდები, გამოიყენება ასევე იმუნომოდულატორები, რომელთაც აქვთ სტეროიდის ძალის მქონე ეფექტი, თუმცა არ წარმოადგენენ გორმონალურ საშუალებებს. ასევე ძალიან ეფექტურია ფოტოთერაპიის გამოყენება, თუმცა წეგან ვახსენე გარკვეული გამონაკლისი. თუ კი პაციენტს მაგალითად აქვს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა, ან სისტემური სხვა იმუნური პათოლოგია, თუნდაც გლურა, ან სხვა ტიპის რევმატიული დაავადება, ან სისტემური პათოლოგია, არ შეიძლება ამ შემთხვევაში ფოტოთერაპიის დანიშვნა. ძალიან მნიშვნელოვანი ასევე გადანერგვის, ანუ კანის გადანერგვის ოპერაციების ჩატარების, ასე ვთქვათ, გამოცდილებას. დიახ, არის ორი ტიპის ასეთი ოპერაცია, ეს არის კანის გადანერგვა და ანუ ეს ქსოვილის გადანერგვა და უჯედრის კულტივირება. საქართველოში ჯერჯერობით აქტუალური არ არის და არ გამოიყენება ეს მეთოდები მთელი რიგი ფაქტორების გამო. პირველ რიგში იმის გამო, რომ ზოგადად ეს არის ძალიან სკრუპულოზური ოპერაციები, რომელსაც ატარებენ მხოლოდ რამდენიმე ექიმი მსოფლიოში, თუმცა აუცილებლად მომავალში დაიგეგმება ასეთი ექიმების ვიზიტი საქართველოში და რა თქმა უნდა, ვისაც ექნება სურვილი, ბუნებრივად ჩვენ შევთავაზებთ ამ მეთოდს. და ჩვენთანაც გაიზრდებიან პროფესიონალები და აუცილებლად. არის ასევე ახალი მეთოდი მკურნალობის, რომელიც უკვე FDA-მ დაამტკიცა, ეს არის ასეთი ჯგუფი ჯანუსკინაზის ინჰიბიტორი, რომელიც
ცნობილია რუქსოლიტინების დასახელებით. ეს არის ახალი სიტყვა შედარებით ვიტილიგოს მკურნალობაში, რომელიც უფრო გამოიყენება არასეგმენტური ვიტილიგოს სამკურნალოდ. თუმცა თვითონ მკურნალობა ძალიან ხანგრძლივია, მოითხოვს ხანდახან რამდენიმე წელიწადს და ყოველთვის როცა პაციენტი მოდის და გვეკითხება რამდენი ხანი უნდა იმკურნალოს, ხო, ამაზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია. მკურნალობა ინდივიდუალურია, ხანდახან ეფექტი დგება უკვე ერთ თვეში, ხანდახან საჭიროა რამდენიმე თვიანი მკურნალობა, რათა მივიღოთ ვიზუალურად თვალსაჩინო ეფექტი. და ასევე მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა ჩაიტაროს შემონარჩუნებელი თერაპიაც. იქ შემთხვევაში, როცა პაციენტს უკვე აქვს ძალიან კარგი ეფექტი, ის ალემებს მკურნალობას თავს და გონია უკვე ყველაფერი გაქრა. თუმცა დიახ, რეციდივის რისკი 4 წელიწადში საკმაოდ მაღალია. ამიტომ აუცილებელია შემონარჩუნებელი თერაპიის ჩატარება, ის იქნება ფოტოთერაპია თუ ადგილობრივი თერაპია და აუცილებელია მუდმივი კონტროლი დერმატოლოგის მიერ დაავადების განვითარების. ვიდრე დავასრულებთ ჩვენ საუბარს, გავახსენოთ მაყურებელს მოკლედ რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც ზაფხულის სეზონზე ზოგადად გასათვალისწინებელია, მაგრამ ზაფხულში განსაკუთრებით გასათვალისწინებელია. ამით უფრო რომ კანის მოვლა ზოგადად მოითხოვს სპეციფიკურ რეკომენდაციებს ზაფხულში და იქ, სადაც არის ლაქებიანი კანი, იქ, სადაც ვიტილიგოზია ლაპარაკი, როგორი არის დერმატოლოგის კონსულტაციის, ასე ვთქვათ, საჩუქარი შედეგი, იმიტომ რომ კვებასთან დაკავშირებულ რამდენიმე ფაქტორზე მე მოგვიანებით ვისაუბრებ და ყოველდღიურ რუტინას რაც შეეხება ყოველდღიურ ცხოვრების წესს, აი აქ რა უნდა გაითვალისწინოთ. ვინაიდან ერთ-ერთი მიზეზი რიგ შემთხვევებში ვიტილიგოს განვითარების არის მზით დამწვრობა, ხო? უკვე ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარე ფაქტორია და ხშირად ვიტილიგოს ზუსტად მზის დამწვრობის შემდგომ ვითარდება, აუცილებელია რომ მოხდეს სწორი დაცვა კანის, დაცვის ფილტრის, მაღალი ფილტრის გამოყენება მიზანშეწონილი, ანუ 50 SPF-ი, რაც გულისხმობს დაცვის მაღალ ფილტრს, აუცილებელი პირობა რომ პაციენტმა მზეზე გასვლის წინ 9 საათი ადრე გამოიყენოს აღნიშნული ფილტრი, რომ მოასწროს მკრებმა მოქმედება და თუ კი პაციენტს დიდხანს უწევს ეზე ყოფნა, ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს რეაპლიკაცია, ანუ 1 საათში ხელახალი ფენის გადასმა. თუმცა ზოგადად მე ვერ ვიტყვი რომ ვიტილიგოს ყველა პაციენტი უნდა ემალებოდეს მზის ხიებს. ვინაიდან უნდა გვახსოვდეს D ვიტამინის იმ სიკეთეების შესახებ, რაც აუცილებელია კანისთვის, ამიტომაც დღის პირველ ნახევარში 11-ის ნახევარამდე, 11 საათამდე, რა თქმა უნდა, შეუძლია პაციენტს ცოტა ხნით მზეზე გასვლა, დაცვის ფილტრის გამოყენებით, რათა მოხდეს D ვიტამინის სინთეზი. ნინიკო, ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის და იმ ტრადიციისთვის, რომელიც გვაძლევს საშუალებას ყოველწლიურად ვიტილიგოს დღესთან დაკავშირებით უახლესი ინფორმაცია გავუზიაროთ საზოგადოებას. მაყურებელს კი შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ საქართველოს ვიტილიგოს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, დერმატოვენეროლოგი პროფესორი ქალბატონი ნინო ცისკარიშვილი. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებითი შუქნიშანი გველოდება. კვებითი შუქნიშანი სამფერია, თუმცა მრავალფეროვანია ჩვენი კვებითი რეკომენდაციები და ამ მრავალფეროვნებაში გასათვალისწინებელია ესა თუ ის პრობლემა, როგორ აღიქმება თანამედროვე მტკიცებითი მედიცინის ჭრილში. დღეს ჩვენ ბევრს საუბრობთ ზოგადად, როგორია ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესები, მაშინ, როდესაც ჩვენ ავტოაგრესიით გამოვირჩევით, როდესაც არის ავტოიმუნური დაავადებები, როდესაც არის დაავადებები, რომელთა მართვა მთელი სიცოცხლის მანძილზე გვჭირდება, როდესაც არის უჩვეულო ფართო საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი პრობლემები და როდესაც არის თუნდაც დღევანდელი ჩვენი საუბრის თემასთან დაკავშირებული მდგომარეობა ან დიაგნოზი. არის თუ არა უნივერსალური კვებითი მიდგომები? ჩვენ შევთანხმდით, რომ არა. რადგან არ არსებობს უნივერსალური კვება, რომელიც ყველა ადამიანს ერთნაირად წაადგება და არ არსებობს უნივერსალური საკვები პროდუქტი, რომელიც ყველა პრობლემის თავიდან აცილებაში ან ყველა პრობლემის დაძლევაში დაგვეხმარება. მაგრამ არის შესაძლებლობა, რომელიც გულისხმობს რამდენიმე მთავარ პრინციპს. უპირველეს ყოვლისა, პრინციპს, რომელიც ორგანიზმის დაცვას გულისხმობს. რისგან უნდა დავიცვათ ორგანიზმი, მაგალითად ლაქებიანი კანის შემთხვევაში, ვიტილიგოს შემთხვევაში, ავტოიმუნური პროცესების შემთხვევაში. უპირველეს ყოვლისა, ეს არის საკვების დიდი ჯგუფი, რომელსაც დღეს პროცესირებულს ვუწოდებთ. რას ნიშნავს პროცესირებული? თუ არს გავიხსენებთ ამ ტერმინისა, ეს არის გადამუშავებული საკვები პროდუქტები. დამუშავება სხვადასხვა ხარისხის შეიძლება იყოს და ყველაზე საყურადღებო არის უკიდურესად დამუშავებული, ანუ ულტრაპროცესირებული პროდუქტები. ჩვენ შევთანხმდით, რომ
პროდუქტები და კერძები, რომელიც გაყინულ მდგომარეობაში იყიდება, ნახევარფაბრიკატის სახით იყიდება, ან უკვე მზასახით იყიდება და მიკროტალღურ ღუმელში უნდა დავამუშაოთ, გავაცოცხლოთ, როგორც ხშირად ვამბობთ ხოლმე, ეს პროდუქტები ტრადიციულად უკიდურესად დამუშავებული, ანუ ულტრაპროცესირებულია. რეალურად პროცესირების ხარისხის მიუხედავად, ამ ჯგუფის პროდუქტებს შეიძლება ჰქონდეს საკმაოდ სერიოზული გავლენა ადამიანის ორგანიზმზე და დღევანდელი ჩვენი თემის შესაბამისად პროცესირებული პროდუქტები საყურადღებო რისკს წარმოადგენს. მეორე ჯგუფი ეს გახლავთ ალკოჰოლური სასმელი, რადგან თავად ალკოჰოლი გახლავთ ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეუძლია ჩვენი ორგანიზმის სარეგულაციო მექანიზმები შეცვალოს ჩვენი ორგანიზმის ნაკლებობაც კი, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალკოჰოლის ხელშემწყობი უნარი ანთებასთან მიმართებაში. დიახ, ალკოჰოლი და მისი არარაციონალური მოხმარება სამწუხაროდ ხელს უწყობს ანთებას ჩვენს ორგანიზმში. არის კიდევ ერთი ჯგუფი პროდუქტებისა, რომელსაც ჩვენთვის ძალიან სასურველი სახელი ჰქვია და ტკბილეულის ქოლგის ქვეშ არის გაერთიანებული. ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლები არის ყოველთვის გასათვალისწინებელი ფაქტორი, როდესაც წონაზე ვსაუბრობთ, როდესაც შაქრიან დიაბეტზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებზე ვსაუბრობთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ იმუნიტეტის მართვისას, ავტოიმუნური პროცესების მართვისას, ზოგიერთი დაავადების მართვისას, მათ შორის ვიტილიგოს მართვისას ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება იყოს ტკბილეულის სწორი, რაციონალური მოხმარება და ტკბილეულით დატვირთვაზე უარის თქმა. რა გვაქვს საპირწონე? რომელი ჯგუფის პროდუქტები შეიძლება გამოვიყენოთ პრობლემის თავიდან აცილებისთვის და უკეთესი მართვისთვის. აღმოჩნდა, რომ აქაც გვაქვს საკმაოდ დიდი არჩევანი, იმიტომ რომ მაგალითად არსებობს ანთების საწინააღმდეგო საკვები პროდუქტები. ჩვენ შევთანხმდით, რომ ანთების საწინააღმდეგო პროდუქტების გრძელი ნუსხა, რომელიც ჩვენ არაერთ გადაცემაში განგვიმარტავს და როდესაც ჩვენ საუბრობთ ამ პროდუქტებზე, მე გაგახსენებთ ჰარვარდის სკალას, რომელზედაც გადაცემაში ვსაუბრობთ, რომელზედაც წიგნშიც დეტალურად წერია და თუ ჩვენ საუბრობთ მაგალითად პომიდორზე ან ფოთლოვან მცენარეებზე, ვსაუბრობთ მაგალითად ხილეულის ან თევზის გამოყენებაზე. ჩვენ პრაქტიკულად სწორედ ანთების საწინააღმდეგო ეფექტის მქონე პროდუქტებს გულისხმობთ. ამ ჯგუფში, ანუ დამხმარე პროდუქტების ჯგუფში უნდა გავიხსენოთ ანტიოქსიდანტები, ანტიდამჟანგავები, რომელთა როლი სხვადასხვა დაავადებასთან მიმართებაში ჩვენს გადაცემაში არაერთხელ აღგვინიშნავს, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ანტიოქსიდანტების გავლენაზე, ჩვენ გულისხმობთ თავისუფალი რადიკალების, ჩვენი ორგანიზმისთვის დამაზიანებელი ელექტრონული სტრუქტურების ნეიტრალიზაციაზე, განეიტრალებაზე, გაუნებელყოფაზე, რასაც აკეთებს სწორედ ამ ჯგუფის ფერადი პროდუქტები და რაც უფრო მრავალფეროვანია ეს პროდუქტები, რაც უფრო ბევრი ფერია ჩვენს საკვებ რაციონში, მით უფრო მეტი ანტიდამჟანგავი, ანტიოქსიდანტია ჩვენი პრობლემების დასაძლევად. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჯგუფი ვიტილიგოსთან მიმართებაში დადასტურებულია ომეგა-3-ის როლი. ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე, რატომ არის აუცილებელი ჩვენთვის კონკრეტული ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, მაგრამ საგანგებოდ გამოვყოფთ აუცილებელ ცხიმოვან მჟავებს. ომეგა-3 არის პოლიუჯერი, ანუ ბევრგან გაუჯერებელი, რამდენჯერმე გაუჯერებელი, ანუ ბევრი ბმა რომ აქვს გაუჯერებელი, აი ასეთი ცხიმოვანი მჟავა, რომლის როლი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაში დადასტურებულია, მას აქვს უნარი თრომბოზის რისკი დააქვეითოს, მას შეუძლია უჯრედის გადარჩენა და დაცვა თავისუფალი რადიკალებისგან. მას შეუძლია დაცვა მრავალი სხვა პროცესისგან, ამიტომ როდესაც ვსაუბრობთ ვიტილიგოზე, ზოგადად ლაქებიან კანზე, ვსაუბრობთ სხვადასხვა ანთებაზე ჩვენს ორგანიზმში. ბოლოს და ბოლოს ვსაუბრობთ ავტოიმუნურ პროცესებზე, ომეგა-3-ს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ჩვენი ორგანიზმის წონასწორობის შენარჩუნებაში. ეს იყო დღევანდელი ჩემი რეკომენდაციები. მე გემშვიდობებით ჯანმრთელობას და ღირსეულობას გისურვებთ.